მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ PM-ჯნიკა და ამ ვიდეოში გადავიღებთ Block-Street-ს. როგორც ხედავთ, გიბრუნდებით ახალი აკაუნთით. ძალიან კარგი აკაუნთი არის და ამ აკაუნტზე არა მარტო არის ესეთი რაღაცეები, ანუ არა მარტო ეს არის, უკეთესი რაღაცეებიც არის. ახლა განახებთ ყველაფერს რა. Fighting style-ებში მინდა გითხრათ, რომ Dragon Talon-ის გარდა ყველა დანარჩენი გვაქვს 400 მასტერიზე. ანუ შეგვიძლია God Human-ის ადვილად დათრევა. გვაქვს კოკოს ხმალი და ეხა ხმალებსაც აუცილებლად დაგათვალიერებინებთ და ძალიან გაგაუცებთ ეს აკაუნთი ამით. ხმლებში გვაქვს Hollow Sight. Hollow Sight არის ერთ-ერთი ხმალი, რომელიც მესამე სიში იღება და ეს შეგვიძლია ჩვენ Dead King-თან რომ მიყვალთ და ბოუნებს დაატრიალებთ, Hollow Sense ხო გაძლევთ. Hollow Sense შეიძლება გამოიყენოთ Dragon Talon-ის აღებაში და ასევე Reaper-ის დასპაუნებაში. Reaper-ს თუ დაასპაუნებთ, ამისი 10% შანსია რომ დააგდოთ. როგორც მე ვიცი და წესით ამდენია და ზუსტად არ ვიცი. და ამის მაღლა კიდე არის Cursed Dual Katana. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძერსკი ხმალი. გავალთ გარეთ და ვეცდებით PvP-ებს, იმიტომ ხალხო რომ მაინტერესებს როგორ გამოგვდგება და fighting style ცოტა ხალხს შეგუშლის. იმიტომ რომ Dragon Talon-ი მაგარი ის არის რა და God Humans. აგერ ხედავ უკვე ერთ ადამიანს, ამიტომ ამას მაღლა ავწევ და ჩავეშვოთ მისკენ. ჰოპ, ამას ჩავთავ. არა, ეს როგორ ვერ გავარტყი პორტალი. მოდი აქა, ეს ვერ ვარტყავ თუ რა ხდება. ალბათ უკვე ის აქ. ალბათ უკვე ერთხელ მოკვდა. თორე შანსი არა ძმა. ჩამოდი. ვინმე ნომად გადაიქცა? მოდი ძმა მაინც, მოდი. არ მეგონა თუ შეეძლო ეს, იმიტომ რომ არის ჩულებრივ ფარმავდა და ესე მივვარდეთ ახლა უცებ და დავკალავ ამას. ბიჭო, რატო არ ხვდება ტო? მოდი აქ. Light of Full Moon-ია ძმა. მესამე სიში მაინც იყოს ეს Full Moon-ი, მაგრამ დაიკიდეთ. ეს ძმა არ ხვდება. უეჭველი PvP გამორთული აქვს. კი, გამორთული აქვს. ვერც ეს მარტყავს. მოდი აქ არის აბა. ვერ მარტყავს. PvP გამორთული აქვს. არა და მაგარი იქნებოდა ხამასთან PvP. კაი, მაშინ გავაცალოთ, გადავიდეთ მესამე სიში, იქ უფრო უმეტესობას უნდათ PvP. დაგიბრუნდებით. მოკლედ, გადავიდეთ მესამე სიში. ახლა დავტელეპორტირდები მაშინში და ვინმე შევდივართ მას მაშინში. ესე რო ხდება? და მაგარი ბაგავს სერვერები. აჰა, ახლა მივედით და არავინ არ არის. დავწერე ხა ჩატში ხალხო მომცად. და ახლა ვიღაცა ჩატში დაგვიწერა რომ სიკასლში ვარ და მოდი PvP-ზეო რა და მივედი და რავი, აბა ახლა ნახოთ სად არის. აგე ეხლა როგორც გამოვიდა დავიწყოთ და V4 აქვს ხოთა შორის შევამჩნიე უკვე მე. მოდი აქ შენაგლო. ეს ხმალი ყუამსტაცმა. ოპა. ცალით ხალხო, მოვიფიქრე ხა ერთი მაგარი რაღაც. აი აქედან მივარ ესე. ამის ძალები ვაფშე არ ვიცი, მაგრამ მაინც მოვარტყით. თან ორჯერ ერთდროულად. ეხა ეს მოხდა და აი ესეც გავძვერით აქედან. ეს ვესროლე. ეს მივარდით ერთმანეთს, მაგრამ მე გავარტყი როგორც ჩანს. ახლა უნდა კიდე ერთხელ მივიდე რაღაცნაირად. თვითონ მოვიდა პირიქით. კიდე ერთხელ შევვარდი. ძმა რებს უშვები იმენა ტიპს. მოდი აქ ძმაო. არა, მგონია რომ ეხა ესე მოვკლა, მაგრამ ადვილი არ იქნება ამის მოკლა, მაგრამ ვეცდები მე მაინც რომ ადვილად მოვკლა. რებს ვშვებით უკვე ძმე, ხო ხედავთ თქვენს. აგერ ესეც ვესროლეთ. უკან გაუჩდეთ. ეს ვესროლე. ხოპ, ხმალითაც ვეღარ მივარდი ვიღონ. ესე და ესე უკვე გავაკეთე. აუ, ეს ძალა რატო არ იყო ჩატენილი რა? აგე შენაგლო შენ უნდა დააბოლო. ვერ მოვარტყი მაინც.
რადგან ერთმანეთს ვერ გავარტყით ვაფშე. ამან ვერ აიცილა თო. უაჭველი უკვე მალე გამოერთვება ეს. გოთიუმენია უაჭველი ძმებს. ვაიმე ანჯელების ფორით ჩართო. ანუ ეხა უკვე დაგვერხა. ეხა მართლა დამერხა უკვე ხა. რაღა ვქნათ თო. რაღა ვქნათ. მაგრამ მე მგონი ახლა უფრო წავიგდე რაც 4 ჩართო. ამიტომ მოდი აქა ძმაო. მოდი ჯოგანა დამასრულებინებს ამ ფაიტს. ხო ხედავ ძმა რომ ლოუზე ხარ და გკლავ. ვაიმე მაგარი დაძაბული მეჩია მე თუ მკითხავთ. სადა ჩემკონა? მოვარტყით მე მოვარტყი. აი ეს აქედან გადმოვიდეთ და აგე ვერ გავუთვალე მე. ვერ გავუთვალეთ აი ესე საწავიდა. ოპა აი ესეც მოვარტყი მეთქი უნდა მეთქო მაგრამ დრაგონ ტალონი ხო ხედავთ. სადა მომიკაჩა დრაგონ ტალონის გამო. იმედია ახლა არ მომარტყოს. იმედია ახლა მივალთ რამენაირად. რა ძმა ხა მე მხევს აქეთ. არატო V4-ით გამხევს. V4-ით რო გამხევს ვიცი. მომკლა ძმა. მოგეთხალ ხო V4 რო V4 რო არ ჩაერთო მართლა. მოგების შანსი ძალიან მაღალი მქონდა რა და ეს V4 არის მაგარი overpowered ხალ ხო და ჩვენ ანჯელზე გვაქვს ვისამი როგორც ვთქვი და V4-ს აუცილებლად ვეცდები ამის შემდეგ. ახლა PvP უნდა ჩართო და V4-ს აღარ ავაუსევინებ ასე რომ ვთქვათ. Save zone-ში დგა ძმა ტიპი. აჰა, მოდი ახლა, მოდი. მოდი ძმა ახლა აბა. ეხლა მოდი. ეხლა მოდი V4 რო არა გაქვს. ვაიმე ამან გამოტყა ეგ ხმრის. მაგრამ ეგ არაფერია. მე გავარტყეს. მე გავარტყი კიდე ამანაც გამარტყა. რებს შევით ორივე. ჰოპ. აი ესე გადმოვფრინდეთ აქეთ. მე ამით დავიჭირე და არა უკვე. ჰოპ. აი ესე. ეს იქით გადავიდა და ოძმავი 4-ს ჩართავს ეხა ხო ვიცი მე ამ ვიღაცის. ეს V4-ის გარეშე ვერაფერს მიშვება ხო ხედავთ იმენა. რაღაცებს შვება მაგრამ ახლა ისე კარგადაც ვერ თამაშობს. V4 იმენა ჩამხია ძმა რასაც ქვია. ძულები ამომიღო. საღოლ მომარტყე რაღაცნაირად. სადა ვერ ხედავ просто კარგად ხა. იმიტომ რომ ეს გამომერთო როცა დამარტყა. აი ესე გადმოვიდეთ აქეთ და ესე გადმოხტებით. რა ძმა გაცდა რადგან ის ქონდა ჩართო. ძმა რამდენი ღავნა ირბინონ. ვირბინოთ. თანდრ რაღაცა თანდრკლაპი გამარტყა მაგან. დამიჭირა ამასაც სუპერ ჰიუმენია. არატო მიგებს და V4-ით ჩართო. მოკლედ არ ვიცი რა, მართლა PvP-ში ჯერ ვერა. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულაც იქნება. ამით გემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით. იმედია დრაგონ ტალონი მექნება, იმიტომ რომ PvP-ში მაგრა გვიჭირს რა. აი ამ სუპერ ჰიუმენით და დანარჩენი რაღაცეებით. მოკლედ დრაგონ ტალონის გარეშე ცოტა ძნელია რა, ასე რომ ვთქვათ. ახლა გემშვიდობებით. შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით უკვე დრაგონ ტალონით, ან უკვე შეიძლება God Human-ითაც. სულაც იყო დღეისთვის. ნახვამდის და ვთხოვთ რომ შემიფასოთ ჩემი აკაუნთი, იმიტომ რომ ძალიან კარგი აკაუნთია მართლა და Hello საიტი და პორტალით მეორე სიში ხო იცით დატრიალდება რა. როგორც ეძახიან ადმინის კვლელ კომბოს. და ამისა გაკეთება უკვე შეგვიძლია, იმიტომ რომ Hello საიტიც გვაქვს. კურს დუალ კატანა ხო ერთ-ერთი ყველაზე მაგარია და გემშვიდობებით რა ხო. აბა კარგად.